Victor, იმ ყველაფრის შემხედვარად, რასაც დღეს უყურეთ, პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის სურვილი ხო არ შეგეცვალათ ან გაგინელდათ, რომ სხვა ტიპის ფიზიკური მომზადებისა და ორგანიზებულობის ხარისხი დაჭირდება ამას. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ერთი დაზუსტება დამფუძნებელი ყრილობა არის ზეგ კვირას, ხო? კი ბატონო. ესე რომ ეს მცირე რემარკა. ხო, რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, საერთოდ წლების განმავლობაში დილაობით ვარჯიშობ. ახლა ალბათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებ აი ნაწილს ჩემი ყოველდღიურობისა. თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებების ისე შევიტან, რომ სოფლიო ჩემპიონებს შეიძლება ვაჯობო. აზრს ვხედავ, გამომდინარე იქედან, რომ თუ ორ მთავარ კითხვას გავცემთ პასუხს, რომ ამ ქვეყნიდან არ გავბივართ ერთი და მეორე მაგიდის ქვეშ არ აღმოვჩდებით და ნებით ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ყველაფერს დანარჩენს, რა თქმა უნდა, აზრი აქვს და თუ ამ აზრიანობის გამოვლინება არის პოლიტიკური ცხოვრება და პარტიული, თუ ის უკავშირდება არა თვით მიზანს, როგორც პარტიის დაფუძნებას, არამედ იმ გარემოს გაუმჯობესებას, რომელშიც ჩვენ ვართ, მაშინ რა თქმა უნდა, ორმაგი აზრი აქვს. კი ბატონო, მაშინ რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა. ქართულ პოლიტიკურ ველზე არის ტრადიციული პოლიტიკური პარტიები შედარებით ახალ შექმნილი, მაგრამ უკვე საკმაო გამოცდილების მქონე. რაიმე ისეთი ტიპის იდეოლოგიურ აუცილებლობას ხედავთ, რომლის მსგავსიც არ იყო ბაზარზე დავარქვათ უხეშად, თუ მოქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით თქვენი პოლიტიკური პარტიას ექნება რაღაცა ტიპის ისეთი მდგენელი, რომელიც განასხვავებს მას და აჩენს აუცილებლობას თუნდაც კვლავ უხეშად ვიტყვი საარჩევნო პოლიტიკურ ბაზარზე მისი არსებობის. ესე იგი, ქვეყანაში სადაც პარტიული ცხოვრება გახდა შეტევის საგანი და პარტიული ფენომენი აბსოლუტურად ობიექტურ მიზეზთა გამო დიდ ნაწილს ჩვენი მოსახლეობის მიაჩნია როგორც მიუღებელი კატეგორია, რა თქმა უნდა, 10 მაგიის სირთულე არის დაასაბუთო ახალი პარტიის დაფუძნება, თუმცა მინდა განმარტო, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი, ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენება, ასე მეფიქრება მე და ჩემს თანაგუნდელებს. ძალიან მოკლეზე, რაზე გვექნება ჩვენ პრეტენზია, როდესაც თქვენ განსხვავებულობაზე ბრძანეთ. ეხლა დღეს ჩვენ ვისმენდით, რომ დღის განმავლობაში და არა მარტო დღეს, რომ არაერთი პარტია ტრადიციული ხას უსვამს შიდა დემოკრატიულობას, დემოკრატიის არსებობას, შიდა პარტიულ მერიტოკრატიას, ალბათ ეს იქნება ჩვენთვის ის ბაზისი, რაზედაც უნდა დაშენდეს მთელი შენობა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ორი რამ რაც შეგვიწყობს ხელს, რომ ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, ამიტომ ალბათ არსებული შეცდომების გამეორებას მოვერიდებით და მეორე ის გუნდი, რომელიც გადმოდის ჯერ საქართველოში როგორც პოლიტიკურ პარტიაში, აქვს ეს ღიაობისა და შიდა დემოკრატიულობის განსაკუთრებული მემკვიდრეობითობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას არ დავკარგავთ სუმცირე განჭვრეტად მომავალში. ეხლა დემოკრატიულობას იმიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ჯერ საქართველოს ძალიან ხშირად საუბრობ თანამონაწილეობაზე, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას მიმართავთ და რა თქმა უნდა, როცა შენ ამ სიტყვას იხენებ, რა ფასი ექნება თანამონაწილეობას გარე სუბიექტთან მიმართებაში, თუ იგივე თანამონაწილეობა მერიტოკრატია პარტიის შინით არ დაამკვიდრე. შესაბამისად, თუ პარტია ერთის მხრივ როგორც იურიდიული სუბიექტი და პარტიელი როგორც პარტიის წევრი ფიზიკური პირი ერთფრთიანობად არ იქცა და პარტიელმა არ დაინახა პარტიის შიგნით მისი დაწინაურების საშუალება და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობა, მაშინ რა თქმა უნდა ეს იყო მხოლოდ პარატინა ქაღალდად რჩება. ეს რაც შეეხება გარემოს, ეხლა ორი მოკლეზე ძალიან სხვა ელემენტი ჩვენ თქვენ შენიშნავდით, რა თქმა უნდა და იმედია რომ შენიშნავდა უმეტესობა ჩვენი მსმენელისა, რომ ეხა იდეოლოგია სიტყვა ალბათ ნაკლებად გამოსაყენებელი არის ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ პრინციპი არ დაყო და არ დაყოფის პრინციპი ალბათ ერთ-ერთი გამსაზღვრელი იქნება და ორივე სიტყვით განმარტავ. არ დაყო პოლიტიკა შავ და თეთრად, არ დაყო პოლიტიკად ჩვენ და ისინი. არ დაყო პოლიტიკა უკიდურესობებად, ალბათ ეს იქნება ჩვენი განმასხვავებელის, როდესაც არ დაყოფა პატრიოტებად და უსამშობლოებად, როდესაც არ დაყოფა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსი მეგობარ ქვეყნებად და არამეგობარ ქვეყნებად, არამედ რაციონალურად საკითხების შეფასება, როდესაც გარე სამყაროსთან ყველა პოლუსთან ურთიერთობა უნდა განისაზღვრებოდეს ერთით. რა შეიძლება შენ წამოიღო ის პრაქტიკული სარგებელი, რითაც შეიძლება შენ განამტკიცო ორი ქართული ეგო, უკეთესი უსაფრთხოება, უკეთესი ეკონომიკა. ისევ როგორც არ დაყო შენი ისტორია, რომელიც მიუხედავად მისი
აღმასვლისა თუ დაღმასვლისა თანამედროვე ისტორია მაკვალობაში ერთიანობაში უნდა იკითხებოდეს და ამ ერთიანობაში წაკითხვა ყველა პოლიტიკურ ფორმაციას, ეტაპს თუ ლიდერს თუ აქტორს სათანადო დაფასება და შეფასება უნდა მიეგოს. ალბათ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და კიდევ როდესაც არ დაყოფაზე ვსაუბრობ, იცით მე ვთქვი ამას წინ და გავიმეორებ თქვენი ეთერით, რომ როდესაც მეკითხებიან ჩვენ ოპოზიციური პარტია ვართ და ვიქნებით, რა თქმა უნდა ჩვენ ფორმალურად და სულისკვეთებით ოპოზიციურ ფლანგს მივეკუთვნებით, მაგრამ ჩვენი ორიენტირი არ იქნება მხოლოდ ოპოზიციურ ამორჩეველზე, ვინაიდან ეს ჩემი აზრით გაცილებით ვიწრო გაგება არის, ჩვენი ფოკუსი იქნება ცვლილებებზე ორიენტირებულ ამორჩეველზე და ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი რესურსი და სამიზნე აუდიტორია გვეყოლება და ბოლო და მესამე როდესაც საუბრობთ პარტიის მიდგომაზე ეს უნდა იყოს ეხლა ჩვენ რეალობაში უკვე მომაბეზრებელი გახდა სიტყვები კონსტრუქტივიზმი, პრაგმატიზმი და რაციონალიზმი. არა და მივიჩნევ, რომ ეს არა მარტო ყოველდღიური ლექსიკის, არამედ ყოველდღიური საქმიანობის საგნად უნდა იქცეს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკის ქმნაზე, ეს არის სისტემას შემქმნელი პოლიტიკა, ეს არის პრინციპებზე, სტანდარტებზე და რახან ჩვენ ვსაუბრობთ სტრუქტურირებაზე ქართული პოლიტიკის, ამიტომაც არის, რომ ხშირად იგივე თქვენი ეთერების მეშვეობით გავმიყენებია სიტყვა ერის სახელმწიფო, პოლიტიკური ქართველი, ქართული ნაციონალიზმი, ქრისტიანობა არა როგორც რწმენა, რომელიც ჩვენი ინტიმური საკითხი არის, არამედ როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ბევრი სხვა. აი ალბათ მე რამდენადაც ვცადე, მოკლედ ჩამეტია განსხვავებულობა, აი ამაში გამოიხატება ჩემი ახსნა განმარტება. თუმცა არის ასე ვთქვათ ტაქტიკური საკითხებიც. ეს დიდი სტრატეგიის ნაწილია და ახლა შევხედოთ უფრო დიდ სურათში ქართულ პოლიტიკურ სივრცეს. ჩვენ დღევანდელი სურათიდან გამომდინარეც ძალიან აშკარა თვალსაჩინო და ცხელი ამბავია ვხედავთ, რომ ძალადობა არის ერთადერთი ენა, რომლითაც დღევანდელი რეჟიმი ურთიერთობს არა მარტო აქტიურ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, არამედ შედარებით უფრო ცენტრისკენ ყოფ პოლიტიკურ ძალებთანაც და უბრალო ადამიანებთანაც ქუჩაში. სამართლებრივი რეპრესია ან რეპრესიული სამართალი ორივე ხდება, ხო? ორივე ხორციელდება პოლიტიკური პარტიებისა და ოპონენტების მიმართ. და ყველა ინსტრუმენტი აქვს თავზე მორგებული, საკონსტიტუციურად დაწყებული, ადგილობრივი სასამართლოები დამთავრებული, პარლამენტი გადაქცეული აქვს თავის ესე ვთქვათ კანცელარიად, ხო? და ფიზიკურად ასევე ცალკეული რეპრესიული ელემენტების გამოყენება, ხა ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში რა ტიპის დამოკიდებულებასაც იჩენს, ხო? ამ მზია მაღლობელის მიმართ, მაგალითად ეს აჩვენებს, რომ საერთოდ შეუვალები ვართ ამ რეპრესიული მექანიზმის განხორციელებაში. ამ პირობებში აი გუშინ უსმინე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ერთი რომ ბოიკოტის იდეა უნდა გადავიდეს უკანა პლანზე, წინ უნდა წამოვიდეს არჩევნებისთვის მზადება, ამ ხრით თქვენი პოზიციაც საინტერესოა. ეს არჩევნები როდის დადგება კალენდარულად 28-ში თუ მანამდე მოხდება რაღაცები ისეთი, რომელიც ადამიანელ არჩევნებს მოიტანს, ორივესთვის მზად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის ფრონტი, მაგრამ ის პოლიტიკური პარტიების როლს კი არ აკნინებს, ამბობს, რომ დროებით უკანა პლანზე უნდა გადავიდნენ. და მანამდე უნდა იყოს რაღაცა ისეთი ტიპის გაერთიანება, მან უნგრეთის მაგალითი მოიყვანა ამ შემთხვევაში, სადაც პოლიტიკური პარტიები შეიძლება ცალკეული წარმომადგენლები პერსონალურად იყვნენ, ერთად თავმოყრილები რაღაცა დროებით გუნდში, მაგრამ პოლიტიკური პარტიები თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, თავიანთი წარსულის პრობლემებიდან თუ სხვადასხვა რაღაციდან გამომდინარე, ხელშემშლელ ბარიერებად არ უნდა იქცნენ დიდი წინააღმდეგობის ფრონტში ჩართული, ცვლილებებზე ორიენტირებული ადამიანების მოსაზიდად, რადგან სხვაგვარად ძალიან რთული იქნება ამ საარჩევნო გარემოში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. თუ კი ეს მოცემულობა თქვენი მხრიდანაც ასეთად ფასდება, მაშინ ახლა პოლიტიკური პარტიის დაარსებას რა აზრი აქვს? თუ თქვენ განსხვავებულად აფასებთ სურათს. ვთქვით, რომ აი ამ სიტუაციაში არჩევნებით პოლიტიკური პარტიებით ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანებით შეიძლება გარდატეხის მიღწევა. ჩვენ საუბრის დასაწყისში ორიოდე სიტყვა ვთქვით იმ პრეტენზიაზე, განსხვავებულობაზე, გამორჩეულობაზე, რაც მე ეცადე რომ ასე თუ ისე ამეხსნა და განმემართა. ეხლა ეს პასუხი, ეს კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ვერ იტანს დაშტამპულ პასუხებს და ყოველთვის ვერ იდებით დაშტამპულ პასუხს. ამიტომ მინდა რომ ეს თქვა ერთგვარი მსჯელობის, მოკლე ეს თქვა რეფლექსიის რეჟიმში გიპასუხოთ. შესეთი დავიწყოთ იმ გარემოებით, რომ დღეს დილით ერთ-ერთ ბიზნესმენთან
ქონდა შეხვედრა, რომელმაც სიმპათია გამოხატა, მაგრამ თქვა, რომ სიმპათიის მიღმა ვერ წავა. და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ და ნახეთ, როგორ თანდათანობით ვითარდება ეს გარემო, როდესაც შეტევის საგანი გახდა სამოქალაქო სექტორი, მედია, პოლიტიკური პარტიები, ბიზნესი და ეხლა თითქოს ეს მოჩვენებითი ცივილურობა პარლამენტმაც დაკარგა. არა დღეს, არამედ კარგა ხანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე საკმაოდ აშკარა გახდა. ეხლა რა თქმა უნდა, ამ პირობებში აბსოლუტურად ლოგიკური არის თქვენი შეკითხვა, აზრი აქვს თუ არა, თუმცა მე ვეცადე, რომ მეტნაკლებად ამეხსნა პირადად ჩემი არჩევანი. როდესაც თქვი, რომ იმ ორ კრიტიკულ შეკითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს და ამავე პოზიციაზე არის ჩვენი გუნდი. ეხლა კიდევ ერთი გულწრფელი არა აღიარება, არამედ ფიქრი ხმამაღლა, რომ ამ გარემოში მე არ ამგონია რომ რომელიმე პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას კონდეს პრეტენზია რომ ეულად მარტო ცალკე აღებული დაძლევს ამ წინააღმდეგობას. ამდენად თავისთავად ცხადია, ამას ჩვენც ვაცნობიერებთ. ეხლა ჩვენ როგორც პოლიტიკური სტარტაპი ხშირად ოპერირებთ ეს ვთქვათ კორპორატიული ლექსიკით და ამიტომ ხა ბიზნესში არის ამ ბიზნესი ვითარდება ორგანულად, საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ან ლატერალურად, სხვათა შემოერთების გზით. თავისთავად ცხადია ეს საუბარი იმ პოლუსის პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც და პირდაპირ ვიტყვი არ არიან დამძიმებული, ძალიან მძიმე მემკვიდრეობით, აქ ინდივიდებზე საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, და თქვენი წინასწარმოები ძალიან საპატივცემულო ხალხი არის პირადად ჩემთვის, მაგრამ ასეთი, ესე ვთქვათ, აი ახლა შემოსულებს შორის კონსულტაცია და საუბარი ალბათ დასაწყები არის და ჩვენ მქონდა, ასე ვთქვათ, პირველი პრეცედენტი რამდენიმე დღის წინ, როდესაც აი რამდენიმე ჯგუფმა თავი მოვიყარეთ და ვნახოთ ეს პროცესი სადამდე მივა. ეხლა რაც შეეხება ბოიკოტს, არ ბოიკოტს, ხა როგორ არის იცით, ურემი გადატრიალდება, გზა მერე გამოჩნდებაო, აი დაახლოებით ესე არის შეფასებები. რა თქმა უნდა, იმ მომენტში მეც ფიქრობდი, რომ არ შესვლა პარლამენტში უფრო სწორი გადაწყვეტილება იყო. ეხლა როცა მე ვაფასებ ამ ჩემ შეფასებას, ეხლა სოს არა, მაგრამ ალბათ უფრო ოპტიმალური იყო, რომ ხომ არ ეფიქრათ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ არა მარტო გახარია და საქართველოსათვის, არამედ სხვების ყოფილიყვნენ პარლამენტში და იმიტომ ახსენე რეფლექსიის რეჟიმი, რომ შესაძლოა ჩვენ რეპრესიულობის ასეთი ხარისხის მოწმენი დღეს ხო, დღეს არ ყოფილიყავით. ამდენად თუ კი ეს გზა არ გაამართლებდა, რომ ყოფილიყო რაღაც ალტერნატიული რესურსი პროცესის კორექტირების, თუ კი პროცესზე გადამწყვეტი გავლენის რესურსი მომენტში არ აღმოჩნდა, მაგრამ ახლა იმის შემდეგ სხვა ტიპის ბოიკოტიც იყო, ხო, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში და ეს დამოკიდებულებები და თქვენ რადგან პარტიას აარსებთ, ალბათ მაინც ორი სიტყვით გეტყვით, რომ სრულად ამოვწუროთ პასუხი, რომ ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არჩევნები ეწოდოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიულეტენი უნდა ჩააგდოს არჩევნო ყუთში, ეს ალბათ არასწორი მოლოდინი იქნება, თუ გარემო ოდნავ მაინც არ გაუმჯობეს და რომ საბაზისო წინაპირობები არ შეიქმნას, სხვაგვარად აზრი არ აქვს და კიდევ ერთი საკამათო თეზა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვადამდელი არჩევნების წინაშე შემთხვევაში ჩვენ ჯგუფს თავი დავანებოთ. სხვა ბევრად უფრო გამოცდილი ჯგუფები სათანადოდ მომზადებული აღმოჩნდნენ, რომ დადონ მოსალოდნელი შედეგი. ამ სიტუაციაში მარტო თქვენ კი არა, ბევრს გვაქვს ეს ეჭვი. ამიტომაც მგონია, რომ შეიძლება ივანიშვილმა თავად დააჩქაროს გადაწყვეტილებები, მაგრამ ჩემი კითხვის მთავარია ეს პრინციპული ნაწილი უკავშირდება სიტუაციის აღქმას და ამ აღქმიდან გამომდინარე უკვე ტაქტიკის მოაზრებას. აი ზურამიშვილი ამბობს და ნუ ის არ არის ერთადერთი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას გარკვეული გამოცდილება მედიაციების ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ წარუმატებლობის დაუგროვდა, რომ ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა ცალკეული პარტიების მეშვეობით მრავალ ბლოკადა პარტიად დაყოფილი მით უმეტეს გამორიცხულია, რომ რამე შედეგს მიაღწიონ, ამიტომ იქნებ გადადონმანთ იყოს ორსვლიანი ამოცანა, ორსვლიანი სტრატეგია დაუშვათ, ერთი რომ რაღაცა გაერთიანება იქმნება, რომელიც აღწევს რაღაცა შედეგს, ყველას მანდატით სარგებლობს და ეს აადვილებს მნიშვნელოვანი უპირატესობით, ელექტორალური უპირატესობით ამ არასამართლიან პირობებშიც კი რაღაც შედეგის მიღწევას და იმის შემდეგ ინიშნება უკვე მომდევნო ახალი უკვე პლურალისტული კონკურენტული არჩევნები, სადაც უკვე პარტიული ინტერესები წინა პლანზე წამოვა, ისე როგორც უნდა იყოს ეს ნორმალურ ქვეყანასა და საზოგადოებაში. აი ამ ხედვის წერტილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი პარტიისთვის თავის პოზიციაში მოსაყალიბებლად. ცხადია.
ნურც ერთი პოლიტიკური სუბიექტი დადებს თავს იმაზე, რომ ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა და უთუარი პასუხი აქვს ტაქტიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემს პირად დამოკიდებულებას, რომ მიუხედავად კომბინაციებისა და გაერთიანებებისა, თუ პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც საკანონმდებლო დარჩა ისეთი, როგორიც არის, მე დიდ აზრს ვერ ვხედავ სხვადასხვა გადაჯგუფებებში. მეტადრე რომ ბრძანეთ, რომ დღევანდელი კანონით ალიანსების ამ ბლოკების მონაწილეობა გამორიცხული არის. სხვაგვარად წარმომიდგენია მე ტაქტიკა და ეხლა არ მინდა თავი რაღაც ზედმეტ ორიგინალიზმზე დავდო. ფიქრობ, რომ ჩვენ აქტიურად უნდა ერთმანეთის თანადგომით, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, პარტიები, მედია და ასე შემდეგ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურ თავდაცვაში უნდა გადავიდეთ, რომ ის დემოკრატიის კუნძულები რაც გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ და მათ შორის აქტიური ბმა ვაწარმოოთ. ამის ფონზე ვიფიქროთ, რომ კუნთოვანი მასა, პოლიტიკური კუნთოვანი მასა, რა თქმა უნდა და არა ის კუნთოვანი მასა, ის მოწმენით დღეს გავხდით, მაქსიმალურად ეს ვთქვათ შევიძინოთ და ველოდოთ სათანადო გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ასევე რეგიონში. ალბათ აი ამ რამოდენიმე გარემობათა თანხმედრა ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ის თვისობრივი ნახტომი გავაკეთოთ ის მოლოდინშიც ვართ, იმიტომ რომ ეს სისტემა ერთი წინადადებით რაც მithქვამს, რომ მიუხედავად მთელი მისი მაგიერებისა არ გამოირჩევა ისეთი თვითკმარობით, რომ აი სტაერულ მანძილზე გასვლოს წლებისა და წლების განმავლობაში. ამაზე რთულია ვინმე გეკამათოთ, სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ აქ არის ზუსტად мотивация ივანიშვილისთვის ამ ჯერჯერობით გეოპოლიტიკური ბუნდოვანების პირობებში, როდესაც უკრაინა უკვე აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან დინამიკას, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არაფერი დასრულებულა, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება გათვალოს თუ ის რომ ხედავდეს ახლა უკრაინის რეალური წარმატების პერსპექტივას, ის უკვე დაიწყებდა ამ თამაშს. სანამ ეს ბუნდოვანება არის შენარჩუნებული, მან შეიძლება იმის პერსპექტივით ჩათვლის, რომ უკრაინა დასავლეთი გაიმარჯვოს ამ შემთხვევაში, სანამ ეს მოხდება და ეს ბუნდოვანება არსებობს, შეიძლება დააჩქაროს კიდეც რიგარეში არჩევნების შესაძლებელია. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, შეიძლება ცოტა უხერხული, მაგრამ საჭიროებს აუცილებლად, იმიტომ რომ კულუარებიდან თქვენს მოგივიდოდათ ეს ხმები, თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებასთან, კიდევ უფრო ზუსტად თქვენს პერსონალურ როლთან დაკავშირებით, აი მაგალითად თქვენი მომავალი კოლეგა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ანა დოლიძე, რამდენიმე დღის წინ მისის პოსტი მოხვდა თვალში და რატომღაც მგონია, რომ შეიძლება თქვენ გულისხმობდათ, თუ არა მაყურებლებმა და თქვენს გადაწყვეტეთ. ბატონო ბიძინაო მას მიმართ, ან ბატონო ივანიშვილს მიმართავს. შემდეგჯერ, როდესაც საკუთარ კბილის ექიმს, იოგის მასწავლებელს ან ადვოკატს შემოუშვებთ პოლიტიკაში, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ცოტა უფრო მეტი ქარიზმა გქონდეს, ვიდრე საბჭოთა მებაღეობის ტომეულს. პოლიტიკური მომავალი მაინც არ უწერია, ან ფულს რატომ ხარჯავთ, ან მაყურებელს რატომ ტანჯავთ. თქვენ მაგალითად მიიღებდით საკუთარ თავზე ამ მინიშნებებს, რაც ქალბატონი ანა ბატონ ბიძინასთან მიმართებით. საკუთარ ქარიზმაზე საუბარი ჩემი მხრიდან უხერხული არის. ქარიზმის იმიჯს ახლა ვერც ეთერში შეძახილით სასწრაფო ოლიგარქიას შევქმნი. ვერსია ფასიანი შეფასებები დავგავდები, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დაუდასტურო ჩემი პატივისცემა ქალბატონ ანას, რომელსაც წლების განმავლობაში ვიცნობ და ისიც საკმაოდ კარგად მიცნობს, ამიტომ მოდენავ გაუგებარი არის ჩემთვის ეს შეფასება და კიდევ ერთხელ მოუწოდო ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომელსაც მეც განვეკუთვნები რა, რომ მაქსიმალურად კომუნიკაციაში ვიყოთ დელიკატური, ფრთხილი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პირადი ურთიერთობის საგანი, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საკითხი. ამ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების გარეშე ვერ დამკვიდრდება ახალი ქართული ერის სახელმწიფო. ამიტომაც ჩემი მოგზაურობით მოწოდება იქნება რა, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ არა მარტო ემოციურად, არამედ იმიჯურად. ბატონო, უბრალოდ სხვა მხრივ გარკვეული ეჭვები, რომელიც შეიძლება გქონდეს არა მარტო ამ პოლიტიკოს, რომელსაც შეიძლება წმინდა კონკურენტული ამოცანების გამო შეიძლება უღირდეს, რომ ეს ეჭვი გააღვიოს, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობენ მართლაც ივანიშვილის რეალურ ცვლილებებს და ამ მხრივ ეჭვის თვალით უყურებდეს ნებისმიერ კომბინაციას, რომლის მსგავსიც ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ინახოს. აი მათთან მიმართებაში რა გექნებათ სათქმელი? ასეთ ძალიან მოკლედ ვიტყვი, საერთოდ სამართალში არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. მაგრამ მე მზად ვარ ეს უდანაშაულობის პრეზუმპცია ჩემს მაცასარგებლოდ ვაქციო. როგორ მირჩიონ, რა გზით, რა ფორმით დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. ისინი ხომ დებენ ბრალს და მე როგორ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა და მზად ვარ ნებისმიერი ფორმით ეს გავაკეთო.